მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, მოკლედ თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის. მე რაღაცა დღეს ბევრად უკეთესად გრძნობ თავს და მადლობა გამჩენს ამ ყველაფრისთვის. უბრალოდ ძალიან მომინდა ერთი-ორ მომკითხა პირადში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და გადავწყვიტე რომ ჩაგიწეროთ, ასე ვთქვათ, დღევანდელ ღამესთან მიმართებით გაშლა. დღეს არის სავსე მთვარე და დაბნელება, მთვარის დაბნელება ერთდროულად. ასტრონომიულად სისხლისფერ მთვარესაც, სისხლიან მთვარესაც უწოდებენ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ წითელ ფერს იძენს, ისეთი დახრით ხდება, ისეთი დახრის კუთხე აქვს მზის და ჩრდილების შენაერთს, რომ მოკლედ აი ასეთ ფერს იძლევა და ამიტომ ეძახიან ამას 2026 წლამდე ეს ყველაფერი აღარ განმეორდება. შესაბამისად, როგორც ასტრონომიულად, ისე ეზოთერულად და ასტროლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თუმცა ერთ პატარა ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ, რომ მე ზოგადად, აი ჩემთვის სულ ახალი წელია, როცა კარგი ამბები ხდება, ხო, როცა რაღაცა ახალს ვიწყებ. ჩემთვის ყველა დღე 3 მარტია, იმიტომ რომ დედა ჩემთვის ყოველ დღე სიხარული და დღესასწაულია მასთან ურთიერთობა. ანუ ყოველი დღე ჯადოსნური, ჯადოქრული და ასე ვთქვათ, ახალი გზების დასაწყისია, თუ ჩვენ ამას სწორად დავინახავთ, გამოვიყენებთ და სწორად მივუდგებით. ანუ კონკრეტულ თარიღებზე ეს არის ერთადერთი რატომ მნიშვნელოვანი, რომ კიდევ და კიდევ მე სხვა ვიდეოებშიც მისაუბრია, ამ დროს აქტიურდება კოლექტიური ენერგია, ანუ რწმენა ერთად იყრის თავს მილიონ ადამიანს სჯერა, რომ ეს ასე იქნება და აი ეს კოლექტიური ენერგია კიდევ უფრო აძლიერებს ამ დღის, ასე ვთქვათ, საკრალურობას და ენერგეტიკას. სანამ გაშლაზე გადავიდოდე და ასე ვთქვათ, ორ ვარიანტს შევეხებოდე, მანამდე გეტყვით, რომ დიდ რიტუალებს თავს არ მოგახვალთ, ალბათ სოციალურ სივრცეებში, არ ვიცი, ძალიან ბევრია მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, ჩანაწერები, რა როგორ უნდა გააკეთოთ, ამიტომ ახლა მე ამაზე არ დაგღლით. უბრალოდ ერთი მარტივი რაღაც შემიძლია გირჩიოთ. თუნდაც ის რაღაც ატრიბუტები არ გქონდეთ, რაცზეც ალბათ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საუბრობს ხო დღეს. იგივე სოციალურ ქსელში მარტივად აიღეთ კალამი და თეთრი ფურცელი, ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი გაშვებაც გინდათ, თუნ ძალიან ფრთხილი იყავით, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცის გაშვება, ვიღაცის გაშვება არ გინდოდეთ და მერე ეს არ მინდოდა თქვათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ენერგეტიკულად დატვირთული დღეა და სწორად შეარჩიეთ ის გასაშვები სიტუაციებიც და ადამიანებიც. ჩამოწერეთ ეს ყველაფერი, გადაიკითხეთ ხმამაღლა და ასე ვთქვათ, გაუშვით ენერგეტიკულადაც, აზრობრივადაც და სიტყვებითაც თქვენგან სამუდამოდ, არ ვიცი, სხვა მიმართულებით, ხო? ცუც ნუ რაფერს იტყვით, ნეგატიურს ნუ რაფერს დააყოლებთ, ეს მოვიდეს, ის მოვიდეს, ასე მოხდეს, ეს გამორიცხეთ, უბრალოდ უშვებთ თქვენი ცხოვრებიდან და დაწვით ეს ფურცელი. მადლობა გადაუხადეთ სამყაროს. არ ვიცი, ღამით შეიძლება ვიღაცამ სიზმარიც ნახოთ რაღაცა ძალიან, ასე ვთქვათ, მანიშნებელი რაღაცა სიტუაციისთვის და ამასაც დააკვირდეთ. კიდევ სანამ მაინც 4-ვე სტიქიისთვის მეტნაკლებად რას მოგიტანთ, აი ეს, ასე ვთქვათ, მთვარის დაბნელება გაგიჟღერებთ უბრალოდ და მე უკვე კონკრეტულად მივყვეთ ჩვენს გაშლას, ხო, ორ ვარიანტზე და მე უფრო ისე რეზონირდება რა, ინტუიციურად ვინც რომელს აირჩევთ. ნახეთ ჩემო კარგო ადამიანებო, არ ვიცი, ხა დავიწყოთ მაგალითად ცეცხლის სტიქიით, ხო? ცეცხლის სტიქიისთვის დღევანდელი დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმ კუთხით, რომ საკუთარი გზა და თვითგამოხატვის, ანუ საკუთარი გზისკენ სიარულის პერიოდია და საკუთარი თვითგამოხატვა უნდა გააძლიეროთ. ამ ღამით არ ვიცი, შესაძლოა რაღაცა გარკვეული ტიპის დაბრკოლებები ან ეგოისტური აი შტრიხები გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან.
ის ბარიერები და ის დაბრკოლებები, რომლებიც აი არსაიდან მოსულია ვთქვათ, და პლუს ამას ის, რასაც თქვენი ეგოიზმით და თქვენი ეგოთი ბლოკავთ, ეს ყველაფერი უნდა გაუშვათ ამ ღამით, ანუ ამის შესაძლებლობა გეძლევათ. ძალიან კარგია თუ ხმამაღლა დააფიქსირებთ, რა აღარ გინდათ თქვენს ცხოვრებაში და რას აღარ მიიღებთ, ხო? და ეს ცეცხლის სტიქიაზე მაქვს მეგობრებო საუბარი, ანუ ვერძი, ლომი და მშულდოსანი, ხო? მარტივად შეგიძლიათ დაწეროთ უბრალოდ ერთი სიტყვა, რაც ძალიან გბოჭავთ, არ ვიცი რატომ მომდის ახლა სპონტანურად მომივიდა ეჭვი და შიში, არ ვიცი ვიღაცაზე შეიძლება ის გადათამაშდეს და დაწვით. ნუ არაფერი, ცეცხლი ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, მოერევა ამ ყველაფერს. რაც შეეხება ნუ რომელი ავიღოთ, არ წყლის სტიქია, ხო? კირჩხიბი, მორიელი, თევზები. თქვენ პირიქით სულიერი კავშირებისგან ზედმეტი ნახეთ, არასწორი სულიერი კავშირებისა და ასე ვთქვათ, ემოციებისგან უნდა გათავისუფლდეთ. შეიძლება ძველი წყენები ძალიან ისე ამოვიდეს ზედაპირზე და შეგაწუხოთ ამაღამ, იმიტომ რომ კარმის, ნახეთ, დღევანდელი ღამეს კარმის კარსაც უწოდებენ, ანუ აი ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, მთვარეს, როცა დაბნელებაც არის და როცა იქ სავსე მთვარეობაც არის, ხო? კარმის კარიბჭესაც უწოდებენ და ანუ ზუსტად ეს არის, რომ შეიძლება თქვენს ცნობიერში ამოიყაროს და ამოიყაროს ყველა ის არასასურველი ემოცია და წყენა. ამიტომ ძალიან კარგი დროა მიტევებისთვის, შინაგანი სიმშვიდე რომ მოიპოვოთ და წყალში ჩააგდეთ ფურცელი, რომელზეც, არ ვიცი, აღწერ იმ შენს წყენას და ტკივილს თქვათ, ხო? რომელიც როგორ გითხრათ, გაწუხებთ, რომელიც ეხლა გაგახსენდებათ, აი ძალიან საუკეთესო პერიოდია მართლა ამ ყველაფრისთვის და ეს ფურცელზე დაწერილი თქვენი წყენა და ტკივილი ჩააგდეთ წყალში და დილაზე, ან არ ვიცი, თუ ვინმე მდინარესთან ახლოს ცხოვრობთ, იმას გაატანეთ, ანუ დაწვით და ჰაერში გაუშვით. უმჯობესია თუ წყალს, აი წყლით გაანადგურებთ ბოლომდე ამ თქვენს დაწერილს. ერთადერთი უკაცრავად ამ სიტყვის ხმარებისთვის უნიტაზში არ გაუშვათ, არ გინდათ მაინც. დაწვით და ბოლო-ბოლო ხელსაბანში ჩაყარეთ და წყალი მიუშვით, თუ თქვათ მდინარე ახლოში არავის გაქვთ, ხო? ვინც მიყურებთ, არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება კონდეს და ამისი საშუალება იყოს, მაშინ დაწვა არ გჭირდებათ, პირდაპირ შეგიძლიათ ეს თქვენი ნაწერი გადააგდოთ მდინარეში და მოიცილოთ. რაც შეეხება, ანუ რა ვთქვით, ცეცხლის სტიქია ვთქვით, წყლის სტიქია ვთქვით და მიწის სტიქია. ყურო ქალწული თხისრქა, ხო? ანუ ამ ღამისთვის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტაბილურობა, მატერიალური საქმეები და ჯანმრთელობა. ამიტომ უნდა გადახედოთ, რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, ძველი ჩვევებიდან, ძველი სტერეოტიპებიდან, ხო, რაღაცა ძველი მოდელებიდან და ცნობიერად გაიაზროთ და დაშვება გააკეთოთ იმის, რომ პრაქტიკული ცვლილებები შეიძლება მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. თქვენ მიწის სტიქიის ხალხმა განსაკუთრებით შეგიძლიათ პატარა ქვა ან მიწის მუჭა ხელში დაიჭიროთ, ხმამაღლა თქვათ რის ჩამოშორებაც გინდათ და მერე მიწაზე უბრალოდ გადააგდოთ და დააბრუნოთ. და ვინ დამრჩა? ცეცხლი ვთქვით, წყალი ვთქვით, ჰაერის სტიქია დამრჩა, ხო? ანუ ტყუპები სასწორი და მერწყული. თქვენთვის ამ შემთხვევაში წინა პლანზე წამოიწევს კომუნიკაცია და ურთიერთობები. არ ვიცი, შეიძლება გრძნობდეთ, რომ ზოგიერთი კომუნიკაცია ვიღაცასთან ძალიან დამღლელი და ენერგიის წამღებია და ეს დასასრულისკენ უნდა წაიყვანოთ, ხო? ძალიან კარგი დროა, ეგრეთ წოდებულად, აი როგორ თქვა, ტვინის გაწმენდა, არასწორია თითქოს აზრობრივად გაწმენდა, ხო? იმისთვის, რომ ახალი იდეები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. დაწერეთ თქვენს ფურცელზე, ანუ ყველანაირი აზრი, რომელიც გწამლავთ, რომელიც არ გსიამოვნებთ და გადააგდეთ, უბრალოდ აი ესე ჰაერში გაუშვით რა. ახლა მეტყვით, რომ ვიღაცამ რომ ნახოს, ნუ აი არ ვიცი, ძალიან კარგად მაშინ რა გააკეთეთ, იცით? კარგად დახიეთ და აკუცმაცეთ, ეს უშიშროების ხალხსაც ახასიათებდა ხოლმე სხვათა შორის, ისე უნდა დაეხიათ ნაწერი, რომ ვერაფრით ვერავის ვერ აეწყო, ხო? ეს შეგიძლიათ ესე მარტივად გააკეთოთ და მერე ის ჰაერში გაუშვათ და ასე დაასრულოთ ეს ამბავი. ახლა რაც შეეხება პირველი, მეორე ვარიანტი ავიღოთ და ვნახოთ, ხო, რას მოიტანს ეს სისხლიანი მთვარე თქვენს ცხოვრებაში, სისხლიანი, ანუ კარმის კარიბჭის მიღმა, ხო, რა იქნება პირველი, მეორე.
და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მოდით იცით როგორ ვიზამ? აი ასეც დავდებ, ხო? დასტებს რომ არჩევანის საშუალება გქონდეთ, ვიღაცებს შეიძლება დასტის მიმართ რაღაცა გარკვეული განწყობები გაგაჩნდეთ, ხო? ეს ჩემთვის უცხო არ არის, მეც მაქვს ხოლმე, რაღაცა დასტებს შეიძლება წრები არ მივეკარო, რაღაცას შეიძლება ამოვიჩემო და ხელიდან არ გაუშვა, ხო? ამიტომ აი ესეც გავაკეთოთ, მოდით, პირველი აი ეს დასტა იყოს ვარიანტი, სამაჯურის ფერს ხედავთ, ეს იასამისფერია, ჭრელი სამაჯურია და აი იასამისფერივე მისტიური ტარო პირველი მეორე ვარიანტი არჩიეთ და დავიწყოთ, ხო? და ვნახოთ ახლა ვისთვის არის ეს გაშლა. ვინ მელოდებოდა? ვისთვის არის ეს გაშლა და ვნახოთ ვისთვის არის ცხრიანი პენტაკლები. ძალიან მყარად მიწაზე მდგომი ადამიანი, საკმაოდ თვითმკმარი, საკუთარი შემოსავლები რომ აქვს, შესაძლოა რაღაცა პატარა მცირე ბიზნესაც ფლობდეს. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ძალიან მიზანდასახული, ძალიან აი სწორხაზოვნად მავალი საკუთარი მიზნისკენ. ადამიანი რომელიც თავს ძალიან ცუდად გრძნობს, თუ ფული დანაზოგი მაინც რაღაცა გადაგდებული არ ეგულება. და სხვათა შორის ადამიანი, რომელსაც სამყარო დიახ ირჩევს იმისთვის, რომ არასდროს გაწიროს სიდუხჭირისთვის. ეს ადამიანები მინუსებში არასდროს არ იქნებით, ახლა ვინც მიყურებთ. ნუ გაჭირვება არის უკაცრავად, ხო? ვიღაცას რომ პური უჭირს და ვიღაცას არც ფერარი ვერ უყიდია. ორივე გაჭირვებაა, მაგრამ მიმიხვდებით, რასაც გულისხმობ. ასე რომ ჩემო კარგო ადამიანებო, ძალიან ისეთი დადებითი ენერგიების მატარებელი ადამიანი ხართ, საკმაოდ გახსნილიც და სხვათა არ გამოვრიცხავ რომ გაცემაც გიყვარდეთ, აქ არ არის ძუნწი ადამიანის ენერგია. და ვნახოთ ახლა კარმის კარიბჭე, რას მოგიტანთ პირად ცხოვრებაში, რას მოგიტანთ ფინანსებში, რას მოგიტანთ სამსახურში და ზოგადად აი რას თავისთვის რას დაიტოვებს, ხო, ის სამყარო რა მესიჯს გიგზავნით, შეიძლება რაღაცა ისეთი იყოს, რომელზეც ჩვენ კითხვა არ დავსვით. პირად ცხოვრებაში არც მეტი, არც ნაკლები კოშკის არკანი. ჩემო კარგო ადამიანებო, პირად ცხოვრებაში აი ზუსტადაც ის ტრანსფორმაციას და ის გარდატეხა მოხდება, რაზეც მე არ ვიცი წინა საუბარშიც ვისაუბრე, ხო? ანუ სანამ გაშლას დავიწყებდი, რომ ეს არის პერიოდი, როცა დასანგრევი უნდა დაინგრეს და ნებისმიერ ნგრევას მერე მოყვება შენება, ხო? შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს ადგილი იმისთვის, რომ რაღაც ახალი ან დააშენოთ, ან ააშენოთ, ხო? ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მეც მაძლევს აქაური ილუსტრაცია არ ვიცი ხო თქვენ ამდენად აღიქვამთ რომ კოშკი მყარად დგას, ფეხზე დგას, უბრალოდ აი ეს ქარბორბალა მის სარკმელში შედის, ერთი სარკმელში შედის, მეორედან გამოდის და ჩამოდის ქვემოთ. ანუ იცით როგორი გავლა ექნება, რომ თქვენ რეალურად თქვენ დაზიანებას არ მოგიტანთ. თქვენთვის ნაკლები დანაკარგებით და ნაკლები ტკივილით მოვა ეს ტრანსფორმაცია. უბრალოდ კიდევ ერთხელ აი წეღან ეტყობა ჰაერზე არ მომივიდა ის სიტყვა, რომ ვთქვი დაშენება, ხო, შესაძლოა რაღაცა ურთიერთობას უბრალოდ ფორმა უცვალოთ და ბოლოს სხვა ეტაპზე გადავიდეს ეს ყველაფერი. მოდი ერთი არკანით მაინც დავაზუსტოთ. ეს ყველაფერი საითკენ მიდის, ხო, თქვენს ცხოვრებაში? საითკენ მიდის? ოხ, პირიქით, ნახეთ, 10-იანი თასები, ემოციურობისკენ, სტაბილურობისკენ, ჰარმონიისკენ, სიმშვიდისკენ, არ ვიცი, აი თუ რამე შეიძლება რომ პირად ცხოვრებაში გახარებდეთ, ეს ყველაფერი პრინციპში მოაქვს ამ პერიოდს. სავარაუდოდ გილაგდებათ ურთიერთობებიც. უკაცრავად ერთი წუთით. სავარაუდოდ გილაგდებათ ურთიერთობებიც და შესაძლოა ვიღაცამ სტატუსიც მოიპოვოთ. ანუ ძალიან სტაბილურ საფეხურზე გადავიდეს თქვენი ურთიერთობა, ან ვიღაცამ უბრალოდ ხელი გთხოვოთ და გახდეთ უკვე ქორწინებაში მყოფი ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა ამას, ქალბატონები მიყურებთ თუ მამაკაცები. რაც შეეხება თუ არსები აქ ფინანსები ვთქვი, ხო? თუ სამსახური ვთქვი, აღარ მახსოვს.
მე მგონი პირადი სამსახური ფინანსები და რას დაგვიტოვებს თქო კი ასე ვთქვი. სამსახურში სტაბილურობა, სიმშვიდე, ჰარმონია, ნუ ყოველ შემთხვევაში აქ რაიმე ტიპის პრობლემას და რისკს ვერ ვხედავ. პირიქით უფრო ახალი ენერგიებით, უფრო ახალი ბალანსით და ახალი სწორი მიმართულებებით წახვალთ წინ. რაც შეეხება ფინანსებს, სამშაბლოს არკანით მე აქ მგონია რომ რაღაცა საკმაოდ კარგი ამბები უნდა შემოგივიდეთ. ვნახოთ აბა. კი, იმპერატრიცა. არ ვიცი, აქ შესაძლოა დაწინაურებაც მოხდეს, შესაძლოა დანამატი ბენეფიტი აიღოთ, ვიღაცამ პრემია აიღოთ, რაღაცა სხვა ტიპის დანამატი თანხა გამოგიჩნდეთ. არ ვიცი, იმ არკანით ვთქვი კიდეც რომ შეიძლება რაიმე თქვენი საკუთარიც გაქვთ ოფიციალური სამსახურის მიღმა და ყოველ შემთხვევაში ფინანსებში ისეთი ძლიერად იქნებით და ისეთი ძლიერი ამბები მოვა, რომ დამერწმუნეთ საკუთარ თავს დანატრებს და რას გვეუბნება თვითონ ტარო რას გვირჩევს ხო თუ რა მესიჯს გვიგზავნის. გამარჯვების არკანია ეს, ანუ ერთ ხელში ადამიანს ხუთქიმიანი, ანუ ღვთიური ვარსკვლავი უკავია ხელში, ღვთიური შუქი პირდაპირ და მეორეში კვერთხი უკავია, ხო? თქვენს წინაშე არ არსებობს დაბრკოლება, თქვენს წინაშე არ არსებობს ბარიერი, თქვენ ვინც არ უნდა გადაგიდგეთ წინ, ისეთი ძალა და ენერგიები გაქვთ, რომ ყველას და ყველაფერს იქეთ გადათელავთ და იქეთ მოერევით სულ ყველას. ის კი არა რომ თქვათ ვიღაცამ თქვენ არა. აი ისეთი ენერგიებია ჩემო კარგო ადამიანებო, გულწრფელად გითხრათ არც ველოდებოდი, იმიტომ რომ ცოტა დაბნელების დერეფანია უახლოეს პერიოდში და ისეთი არკანები გაიშალა, რომ აი არ ვიცი, თვითონ თქვენთაგანს ახლა ჩაგიხუტებოდით სიამოვნებით სიხარულისგან. იმიტომ რომ ამისი აი მართლა რაც გავაჟღერე 70%-ით კი რომ რეზონირდეს და ამერწმუნეთ რომ ძალიან მადლიერები და კმაყოფილები იქნებით სამყაროში. ახლა რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ვნახოთ აბა მეორე ვარიანტი. ოი უკაცრავად. ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვისთვის არის გაშლა და თავისით გადმომიფრინდა ორი არკანი. რა თქმა უნდა, ტაროს არკანები ესე ჰაერზე არ ცვივა ხოლმე უკაცრავად ავიღო. მესამეს ჩემით დავამატებ ხო მაინც. ვისთვის არის თქო და ჯეკპოტი ნახეთ ამ პენტაკლების ტუზი და აქ გვაქვს თასების პაჟი. ანუ ძალიან ისეთი ადამიანი მიყურებთ სავარაუდოდ, ვისაც თანხებში, ბიზნესებში, მატერიალურ ნაწილში სასწაული წინსვლა და მდგომარეობა გაქვთ ხოლმე, როგორც წესი და ძალიან სტაბილურადაც ხართ, ამისი თქმა მინდა ნახეთ, ანუ ასე ვთქვათ, იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანი ხართ მატერიალურ ნაწილში. და რა საინტერესოა, ასეთი ემოციური, ასეთი მეოცნები, ასეთი რომანტიული, რომელიც ახლა მე აქ დამიხასიათა, ხო? რომ ძალიან იშვიათია ხოლმე, რომ ფინანსებში ასეთი წარმატებული იყოს, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, თქვენ სამყაროს რჩეული ხართ. და ძალიან თვითკმარი ადამიანი ხართ. ფინანსურად ძლიერი, აი საკმაოდ ისეთი მაღალ ფენასაც უნდა წარმოადგენდეთ და პლუს ამას ფენას რას გულისხმობ მატერიალურად ვიძახით, არა ახლა აქ პლებებზე და ცისფერსისხლიანებზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ და არც არის სწორი, ხო? ნუ ფინანსურად რაღაც საკმაოდ ისეთ ლეველზე უნდა იყოთ, რა ვინც მიყურებთ ახლა რაღაც თქვენი საქმიანობაც, ბიზნესით შესაძლოა გქონდეთ, ძალიან ისეთ მნიშვნელოვან სამსახურზე პოზიციაზე მუშაობდეთ და ამავდროულად მეოცნები ადამიანიც ხართ და საერთოდ ხო იცით რომ მეოცნები ადამიანები ესენი არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად აღწევენ ხოლმე მიზნებს და ვინც ყველაზე მეტად ირჩევენ. ერთ-ერთ ფილმშია დამავიწყდა ახლა რომელი ფილმია ის, რომ ქალი ეუბნება მამაკაცს, რომ ისო რა ქვია, წარმატებისთვის ანუ
ვალდებულებებიც ხო საჭიროა რა კაცი ეუბნება და იცი რა არისო აი მეოცნები ადამიანები შენ რომ მეოცნებე ხარო და ამ დროს პასუხისმგებლობებია საჭირო და ეს ხალი პასუხობს რომ მეოცნებებსო 1000 მაგი პასუხისმგებლობა აქვთ ვიდრე თვითონო იმიტომ რომ პამიჩტო ოცნებით ცხოვრება ძალიან რთულია და ეს ყოველას არ შეუძლიაო და ძალიან სწორია იმე ძალიან ვეთანხმები ამ აზრს ასე რომ ძალიან მაგარი ადამიანი მიყურებთ ვინ ხართ არ ვიცი მაგრამ არ ვიცი ჩემი პატივისცემა თქვენ იმ კუთხით რომ აი ამ კომბინაციაში აი ამას ახერხებთ თორე ნუ ახლა მხოლოდ მდიდარი და მხოლოდ მეოცნებე ცალკე ბევრი მინახავს. ყოველ შემთხვევაში აი არ ხართ ისეთი მდიდარი, რომელიც ან თქვათ ისეთი ტიპაჟი არ ახართ რა, რომელიც სამყაროს მადლს სწორად ვერ იღებს. პირიქით გაცემაც შეგიძლიათ ისეთი ენერგიები მომდის და იცით ბალანსი რა, იცით სამყაროს რომ ხარკიც უნდა გადავხადოთ ბრჭყალებში ხარკი ხო იმისთვის რომ რაღაცა ქველმოქმედებაც გასიოთ იმისთვის რომ თქვათ პირობითად 10000 რომ შემოგივათ 100 ლარი მაინც ვიღაცას მისცეთ ესეთი მომენტებიც თქვენთან მიჩანს ეს რა გადმოფრინდა რა გინდა რატო ფრინავს რა გაჩქარებად ხალხო 10-იანი პენტაკლები არ ვიცი ვინ მიყურებთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესე იგი ძალიან რო გამიჭირდეს შემიძლია მოგმართოთ და მე ნახეთ პირადში მაინც მომწერეთ კომენტარებში თუ არ დამიწერთ ხო ისე დავაფიქსირებ ისევ გაჩნდა კითხვა პირად კონსულტაციებთან დაკავშირებით და მესენჯერში უნდა მომწეროთ ალების ტარო ასე ქვია ქალბატონიზის ორლომთან ერთად ეს მაინც რა ვიცი გავაჟღერე იმიტომ რომ დამოვიწყდა იქ შესავალში მეთქვა კომენტარებში ისევ კითხულობდნენ კარგით რას მოიტანს ეს სისხლის სფერი მთვარე თქვენთვის პირადში სამსახურში ფინანსებსა და ნუ თვითონ რას გვეტყვის ხო რას გვანდობს ასე ვთქვათ ნახოთ და პირადში რას მოიტანს 6-იანი პენტაკლები ოხო პარტნიორობა არ ვიცი შესაძლოა ისეთ ადამიანს გადაეკვეთოთ ვინც თქვენთვის აი ყველა ნაწილში სწორი პარტნიორი იქნება და რომელთან ერთადაც თქვენ კიდევ უფრო ძლიერად უფრო თავდაჯერებულად და უფრო ასე ვთქვათ წარმატებულად იგრძნობთ თავს ეს რა არის უკაცრავად 9-იანი პენტაკლები სტაბილურობა ნუ აი რა გავაკეთო პენტაკლები მოდის და ქურუმი ხალი ერთდროულად ამოტრიალდა ანუ თავისით გადმოცვივდა ჩემო კარგო ადამიანებო თქვენ შესაძლოა პირადში ისეთ ხალხს გადაეყაროთ, რომელიც ამ თავისი ინტუიციით, თავისი შინაგანი ინტელექტით, თავისი სიბრძნით, თავისი შორს მჭურეტელობით კიდევ უფრო მეტ ასე ვთქვათ ბენეფიტს მოუტანს თქვენს არსებულ ცხოვრებას, რეალობას, მატერიალურს უგულისხმობ და რომელიც ასე ვთქვათ ის ბაზა რაც გააქვთ ხო 1000 მაგათ გააფართოვებს ეს რა გადმომიფრინდა ფრინავს ესე იგი სამიანი თასები ხო აი შეიძლება ყოველდღიური რუტინისგან კიდე მიტრიალდება ესე იგი არ ჩერდება ეს არკანები აი არ ვიცი 10-იანი თასები აი ნახეთ იცით როგორ ურთიერთობას იპოვით ზოგადად აი ესეთი ტიპის ცხოვრება ვისაც მატერიალურად ძალიან ბევრი შემოსავალი აქვს ხო და ბევრი საფიქრალიც აქვს ძალიან ძაბავს გონებას და ძალიან ძაბავს ცხოვრებას ზოგადად და თქვენ ისეთ ხალხს იპოვით რომელიც პირიქით აქეთ აი მოდუნებაში სიმშვიდეში დაგეხმარებათ ისე გამოგიწვდით ხელს ისე ოსტატურად რომ შეიძლება ვერც მიხვდეთ ანუ არ შეგაწუხებთ ზედმეტად ნუ ეცოდინება თავისი ადგილი და ეცოდინება საკუთარი პოზიციონირებას სწორად მოახდენს თქვენს ცხოვრებაში და ეს თქვენ ძალიან დიდ სიმშვიდეს მოგიტანთ და თითქოს თავიდან ფლირტით და რაღაცა მეგობრობით დაიწყება, მაგრამ მე სიყვარულში გადაიზრდება ეს ყველაფერი, რატომ მინდა კიდე მაინც ერთი არკანის ამოღება და თასების ტუზი, ნუ არ ვიცი, თასები, დიდი ემოციური უნებათა ღელვა გელოდებათ პირადში. რაც შეეხება სამსახურში, რა ხდება სამსახურში, რატო? რას უკავშირდება ეს ყველაფერი? ნახეთ როგორი მომენტია ჩემო კარგო ადამიანებო სამსახურში თუ რაღაც პრობლემები გქონდათ ან შეიძლება გამოჩნდეს ამის მერე რაღაც გარკვეული ტიპის პრობლემები ოღონდ აქედან გამოსვლა გაქვთ
ანუ შესაძლოა თქვენ არ იყავით, ან თქვენი მადლიერი არ იყო ვიღაც აი ამ გუნდში, ხო, სადაც მოღვაწეობთ, ასე ვთქვათ, და იყო რაღაცა გარკვეული ტიპის კრიზისები, მაგრამ აქედან თქვენ გამოდიხართ. შეიძლება სამსახურით შეიცვალოთ ახალი მიწა. ეს სხვა შორის დამატებული არკანია, ეს თვითონ 78 არკანის მიღმა კიდევ აქვს, სამტაროს 2 არკანი, შესაბამისად, ანუ ნიუ-ლენდი ახალი შესაძლებლობები, ახალი სამსახურის მომენტი მიჩანს მე აქ, რომელიც რას მოგიტანთ? პენტაკლების დედოფალის აბსოლუტურ სტაბილურობას, სიმშვიდეს, სიწყნარეს, თვითკმარობას. ანუ არ რაღაცა გარკვეული ტიპის კრიზისები წამოვა, რომელსაც თქვენ ძალიან მარტივად დააღწევთ და ვარსკვლავის არკანით არა, ოცნებებიც აგისრულდებათ, განკურნების პერიოდი დაგიდგებათ. აი თითქოს ვიღაცამ თუ რაღაცა გატკინათ, ვიღაცამ თუ ვიღაცა თუ არასამართლიანად მოგექცათ, ხო? თქვენ სხვა მხრიდან აბსოლუტურად დაგიბალანსდებათ ეს ყველაფერი და აი ისეთ სიმშვიდეს და ისეთ სისავსეს მიიღებთ, როგორიც რეალურად იმისთვის არის საჭირო, რომ ნორმალურად განაგრძოთ უბრალოდ ცხოვრება ყველანაირი მიმართულებით, ხო, ხარ როცა ფინანსურად კრიზისია, სხვა მიმართულებებსაც არ ტყამს ხოლმე, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხართ სამყაროს რჩეული, ანუ სამყაროდან თქვენ მინუსებში გამორიცხულია, რომ დარჩეთ, აი არასდროს დეფიციტში თქვენ სამყარო არ დაგდავებთ. ფინანსებში რა იქნება? ფინანსებში დაზების ტუზი, ანუ თქვენ როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენი აი შეიძლება რომელიღაცა ერთ ბიზნესში, რომელიღაცა ერთ მიმართულებაში იყოს ეს ჩავარდნათო, ზოგადი სურათი, თქვენ რაღაცა მგონია, რომ რაღაც დამატებითი შემოსავლებიც გაქვთ, რაღაცა სიტუაციები გაქვთ ისე რა აწყობილი. არა, ფინანსურად აბსოლუტური სისავსე და ერთ წამით კიდევ გადამიფრინდა. აი ნახეთ, ხო, 6-იანი თასები გადაფრინდა. პარტნიორობა, ისეთი 7 წყნარი, სწორი ურთიერთობები, რომელსაც მოაქვს დამატებითი შემოსავლები და ბენეფიტებიც, ხო, შეიძლება საჩუქარსაც აღნიშნავს ხოლმე და სამყარო რას გეუბნება? ხო, სამყარო გეუბნება, რომ შენ გელოდება აღიარება, შენ გელოდება სტატუსი, არ ვიცი, თუ ვთქვათ დღეს პირობითად ხართ საშუალო რგოლის მენეჯერი, ხვალ შეიძლება გახდეთ ტოპ მენეჯერი, ხო? ან ვთქვათ დღეს თუ გაქვთ, არ ვიცი, ძალიან უტრირებულად ვამბობ, ფუნთუშების საცხობი, ხვალ შეიძლება გახსნათ საკუთარი კაფე და აი რაღაცა ესეთი ინფორმაციები მოდის. მშვენიერ ჩემო კარგო ადამიანებო, ისეთი გაშლა გამოვიდა, რა დაგიმალოთ ამ დაბნელების დერეფნის წინ, გულწრფელად გეტყვით, ასეთ ემოციებს და ასეთ ენერგიებს ნამდვილად არ ველოდი. ძალიან მიხარია, რომ იმ ინფორმაციის გაჟღერება მომიწია, რა ინფორმაციაც მომცა და რომ და თქვენს თვალწინ არის ეს არკანები. მეც მიმძიმს ხოლმე, როცა რაღაცა ისეთი უსიამოვნო უნდა გავაჟღერო, ასე რომ წარმატებები თვითონ თქვენთაგანს კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის, იმისთვის რომ ირჩევთ ჩემს არხს და ხართ ჩემთან. და არ ვიცი, დამიწერეთ უახლოეს პერიოდში კიდევ რა გაშლა იქნება თქვენთვის საინტერესო, რა თემა იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი, რა მომენტები უნდა წამოვწიო წინ და ზოგადად არ ვიცი, რა სტილში რა როგორ გირჩევიათ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.